ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ხსენებას წმინდისა დიდისა მოწამისა თეოდორე ტირონისა. გილოცავთ ქალაქ კასპის წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის სამრევლოს, მის წინამძღვარს მამა იოანეს და ყველას აქ ყოფებს. დღევანდელი ამინდის გამო ბევრი ადამიანი ვერ მოვიდა. რამე თუ არ მიცას შესაძლებლობა თოვლმა, მაგრამ ვიცი რომ ეს დღესასწაული კასპერლებს ძალიან უყვარს. და ეს არის სიყვარული გამოხატული ამ დიდი წმინდანის მიმართ. მოგეხსენებათ რომ თეოდორე ტირონი ნიშნავს ხედარს, ერთ-ერთი ესე ვთქვათ საჯარისო, ანუ სამხედრო თანამდებობა იყო რომის არმიაში და ეს ადამიანი იყო ხედარი. ის იყო წარმოშობით შავი ზღვისპირეთიდან. ფიქრობ რომ ამიტომაც ასე არის ის შეყვარებული საქართველოში. სრულებით შესაძლოა რომ მას ჩვენი წინაპრები, რომლებიც ცხოვრობდნენ შავი ზღვისპირეთის მხარეში, ანუ იმ მოწამეობის დროიდანვე მიაგებდნენ პატივს. და მას მოუწია ცხოვრება იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, რომლის პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე ძიმე და სასტიკი დევნა იქნა გამოცხადებული ქრისტიანებზე. ეს იყო ბოლო დევნა, ასეთი ოფიციალური სახის მქონე, რამე თუ იმპერატორის ბრძანებულობით ყველა ვინც არ მიაგებდა პატივს ღვთაებებს, ის უნდა ყოფილიყო დასჯილი. და თეოდორე ტირონმა უარი განაცხადა კერპებზე პატივის მიგებისა და ამის გამო ის აწამეს და შემდგომ დასაჯეს ესეთი ძიმე და საზარელი სიკვდილით, ის იქნა დამწვარი. და ძალიან მალე უკვე სულ რაღაც 10 წელიც არ იყო გასული, რომის იმპერიაში ქრისტიანობა გამოცხადდა იმპერიის ერთ-ერთ რელიგიად და უკვე არ იდევნებოდა ქრისტიანობა და პირიქით მან დაიწყო გავრცელება და კერპთაყვანისმცემლობა იქნა ძლეული. აი რა არის ციტა ყველაზე მთავარი კერპთაყვანისმცემლობის უარყოფაში. სამწუხაროდ, აი ზოგჯერ რომელიღაც ნაწარმოებში ან ესე ვთქვათ ფილმში კერპთაყვანისმცემლობა არის გადმოცემული რომანტიზირებულად. რაღაც ადათი და წესები, რომელსაც მისდევდნენ ადამიანები, მაგრამ სინამდვილეში კერპთაყვანისმცემლობის საფუძველი არის პირველი ადამიანის, ადამ და ევას
განდგომიდან, ანუ ღმერთიდან, ღვთისაგან დაშორებიდან. რამე თუ უკვე მეორე თაობაში ადამიანებისა გამრავლდა ცოდვა, უკვე ადამ და ევას შვილები სამწუხაროდ მკვლელები, თვით სჯულები და საკუთარი ნების მაძიებლები გახდნენ და დაშორდნენ ჭეშმარიტი ღმერთის ცნობას, შეიქმნეს მათ სხვადასხვა ღვთაებები, ზოგი გამოსახულება, ზოგი ქანდაკება, ზოგი რაღაც ფეტიში, ზოგი ხე, ზოგმა ციური სხეულები და ასე შემდგომ. ადამიანი კი გრძნობდა, რომ მასში არის მისწრაფება ღვთისაკენ, რომ მას სჭირდება შემეცნება ამ სამყაროსი, მაგრამ ცოდვის გამო დაშორებული ღმერთს ვერ პოულობდა ჭეშმარიტების გზას. ამაში ხელს უწყობდა, რა თქმა უნდა, ასევე ეშმაკის მოქმედება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ თავად პირველი ადამიანებიც აცდუნა ეშმაკმა გველის სახით და ღმერთს დაუპირისპირა, ღვთის ცნებებს განაშორა. და აი ამგვარად სამწუხაროდ კაცობრიობა დაადგა ამ უსჯულოების გზას და მხოლოდ ქრისტეს განკაცებით და შემდგომ უკვე ვნებითა და ჯვარცმით გახდა შესაძლებელი დაბრუნება ზეციური მამის წიაღში. და აი კერპთაყვანისმცემლობაში ეს საცდური არის, ძვირფასო ძმანო და დანო. ეს არ არის რაღაც მხოლოდ რაღაცა წესი, რაღაცა ასე ვთქვათ მოქმედება. ეს არის ეშმაკის მიერ დაგებული მახე ადამიანთათვის და კერპთაყვანისმცემლობაში აი ყველაზე აღმატებული მსხვერპლი ეს იყო მსხვერპლი ადამიანისა. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვილი, შეიძლება ყოფილიყო ყმაწვილი, შეიძლება ყოფილიყო მამაკაცი ან დედაკაცი და ძველი ელინებიც, რომლებიც ითვლებოდნენ ანტიკურ სამყაროს ყველაზე განათლებულ და მოაზროვნე ხალხად, აი მათშიც კი ადამიანის ხელშეწირვა ეს იყო უზენაესი მსხვერპლის მიტანა. და ქრისტიანობამ და ქრისტეს სჯულმა ადამიანი შეცვალა, ძვირფასო ძმანო და დანო. აი როგორც დასჭირდა დრო ადამიანის შეცვლას კერპთაყვანისმცემლობიდან გამოსასვლელად, არა მხოლოდ ერთი ადამიანისა, არამედ ზოგიერთი ერი კერპთაყვანისმცემლობიდან მოიქცა მე-9, მე-10, მე-11 საუკუნეში. სლავები, სკანდინავები,
აქ არ არის საუბარი ერთზე, არამედ კაცობრიობაზეა საუბარი. რა დრო დასჭირდა, რომ გამოსულიყო კაცობრიობა ამ გონება და სულის დაბნელებისაგან. და შემდგომ, რა თქმა უნდა, ადამიანის სულიერ განვითარებასაც დრო სჭირდება, ძვირფასო ძმანო და დანო. დღეს მივიდა საზოგადოება იქამდე, რომ სულ რაღაც შეიძლება ითქვას 100 წელია, მეტი არც არის, 1 საუკუნე, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი, რომ ჩვენს უფლებებში მამაკაცი, დედაკაცი ერთია და არ არის არც რასობრივი განსხვავება და სულ რაღაც 50 წლის წინ საზოგადოებები იყო, სადაც ეს განსხვავებები იყო ხაზგასმული და მკაფიო. მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოება ქრისტიანულ ფასეულობებს აღიარებდა. ამას ვამბობ, იმიტომ რომ დავინახოთ, როგორ თანდათანობით იცვლება ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა აგერ უკვე 20 საუკუნეა იქადაგება, კაცობრიობა ვერ იცვლება ერთბაშად. თანდათანობით იცვლება კაცობრიობა. ზოგი ერი დღესაც არის ქრისტეს შემეცნების გარეშე და ამიტომაც აი ზოგჯერ კერპთაყვანისმცემლობის რაღაცა თანამედროვე სახეები შეგვხვდება ჩვენ საზოგადოებაში, რაღაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხატვრულ ნაწარმოებში თუ კინოფილმში და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არაფერი დადებითი არ არის. არამედ ძალიან საშიში მოვლენაა. და ხშირად ამ მოვლენას ბადებს ათეიზმი, ძვირფასო ძმანო და დანო. იმიტომ რომ ადამიანის სული შეუძლებელია, რომ ცარიელი იყოს. აი ხშირად ამას ქრისტეს უარყოფა ბადებს. უარყოფს ადამიანი ქრისტეს და შემდგომ რაღაცას ეძიებს. ეს სულის სიცარიელი აწუხებს მას. და რასაც ესე ვთქვათ შეეყრება, მერე იწყებს მაგის შეთვისებას და თავის თავს არწმუნებს, რომ ის სწორი გზით ვითარდება. ზოგჯერ ჩვენშიც საქართველოშიც ჟღერს ასეთი, ესე ვთქვათ, რაღაც რაღაცა სახის ხმა თუ წინადადება, რომ ჩვენი წინაპრების რელიგია, რომელიც ქრისტიანობამ დადრგუნა, კერპთაყვანისმცემლობის სიბოროტის გარდა სამწუხაროდ სხვა არაფერი არ გქონდა ჩვენ. და თუ ვიღაცა თვლის, რომ ქართლის ცხოვრების ცნობები ეს არის გაზვიადებული, მინდა გითხრათ, რომ არიან სხვა ავტორებიც, რომელიც აღწერენ თუნდაც პონტოს, ძველი პონტოს, ძველ პონტოში გავრცელებულ უსჯულოებებს, სხვებს შეწირვას და ორგიებს. და პონტო მოგეხსენებათ, კოლხეთიც ნაწილი იყო ამ პონტოსი. და თავისთავად იბერიაშიც იგივე იყო, ანუ მთელ საქართველოში.
და აი თეოდორე ტირონმა, დიდმოწამე გიორგიმ, დიმიტრი თესალონიკელმა და სხვა მრავალმა ქრისტესათვის წამებულმა ადრეულმა ქრისტიანებმა აი თავიანთი ესეთი საოცარი თავდადებული მაგალითით აჩვენეს იმ დროინდელ საზოგადოებას, რომ ეს კერპთაყვანისმცემლობა და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება ეს არის უგუნურება. უგუნურება და მხოლოდ და მხოლოდ მსახურება ეშმაკისა. და რომ არ ყოფილიყო ეს თავდადება მათი, სხვაგვარად ვერ გაიგებდა ადამიანი, იმდროინდელი ადამიანი. ამიტომაც ქრისტიანობის პირველი პერიოდი, პირველი საუკუნეები არის მრავალი მოწამით აღნიშნული და მათი მოწამეობრივ სისხლზე დგას ჩვენი ეკლესია. იმიტომ რომ მათმა სისხლმა და რა თქმა უნდა ქრისტეს სისხლმა და მადლმა ჩვენ გამოგვტაცა ეშმაკის საცდურიდან. და აი დღეს ჩვენ რომლებიც ვართ გამოსყიდულნი ასეთი ძვირფასი საფასურით, აი დღეს არის თუ არა საშიშროება კერპთაყვანისმცემლობისკენ მიქცევისა. როგორც აღნიშნე, რომ კერპთაყვანისმცემლობა ხშირად უხდო და ურწმუნო საზოგადოებაში იწყებს ფეხის მოკიდებას. რამე თუ სული სიცალიერეს ვერ იტანს. მეორე კიდე რა შეიძლება იყოს ჩვენთვის დღევანდელი ქრისტიანებისათვის ისეთივე საცდური, როგორიც კერპთაყვანისმცემლობა გახდა იმ დროს, როდესაც მოხდა ეს სასწაული, თეოდორე ტირონის გამოცხადება ანტიოქიის მრევლისადმი, ანტიოქიის ეპისკოპოსისადმი და მათი გაფრთხილება, რომ იმპერატორის ბრძანებით მთელი სანოვაგე არის ნაბყურები ნაკერპალის სისხლით. მოგეხსენებათ, როგორ მოხდა ეს ივლიანე განდგომილის დროს. და გამოეცხადა წმინდა დიდმოწამე, რათა შეგინებისაგან და წაბელწვისაგან ნეხსდა მორწმუნე ერი. ღმერთმა თავისი მადლით დაიცვა მორწმუნე ერი წაბელწვისაგან. და აი რა არის ძვირფასო ძბანო, ახლა იქ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ვინც უმეცრებით შესჭამდა, აი არ იცოდა თქვათ, ხო? ექნებოდა მას ცოდვა? არა, ცოდვა არ ექნებოდა, იმიტომ რომ ადამიანის ნება არ მონაწილეობდა ამაში. ცოდვა არის ჩვენი ნებით განხორციელებული ქმედება. ის რაც ჩემთვის არის უცნობი, ის ცოდვა და არ მერაცხება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე გონიერება მე მავალია. მე უნდა ვფიქრობდე და გონიერებას მოუწოდებდე ჩემს ქმედებებში. და
უყურადღებობა, რა თქმა უნდა, საძრახისია და საშიში არის. მით უმეტეს სულის ცხოვნების საქმეში. ანუ ჩვენ უნდა ყურადღებით ვიყოთ და სიფხიზლე გამოვიჩინოთ მუდამ ძვირფასო ძმანო და დანო. და ღმერთით შეგვეწევა მაშინ და დაგვიფარავს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ანტიოქიის ქრისტიანები ძალიან მონდომებულები იყვნენ, რომ მარხვის პირველი კვირა იყო, რომ მარხვა შენახული ყოფილიყო მათ მიერ კაცრად, მტკიცედ, თანაც ყველას მიერ, უფროსის თუ უმცროსის. და როდესაც იმპერატორმა ასეთი უმსგავსოება ჩაიდინა, არა, ასე ვთქვათ, ცფიერება, ამას სხვა მეტი არაფერი არ ქვია. აი ცფიერად მან მოინდომა ქრისტიანების შეურაცხყოფა, ღმერთმა მოავლინა წმინდა დიდმოწამე თეოდორე. მისი ხსენების დღეს იყო და ის დაემთხვა დიდი მარხვის პირველ კვირას. და გამოეცხადა ანტიოქიის ეპისკოპოსს და უთხრა თუ რა იყო გაკეთებული და კიდევაც ასწავლა რა უნდა ეჭამათ ქრისტიანებს, რომ არ დაღონებულიყვნენ სასწორწარკვეთილებაში არ ჩავარდნილიყვნენ, კიდევაც ასწავლა, უთხრა, რომ ხორბლის მარცვალი მოხარშეთ და შეაზავეთ თაფლით. და ეს მიიღეთ. ანუ ეს ორი პროდუქტი იყო ის, რაც ყველა სახლში იყო. ხორბლის მარცვალი და თაფლი. და ამგვარად მათ თავიანთი თავი გადაირჩინეს და არ შეიბილწდნენ. და აი ჩვენც ძვირფასო ძმანო და დანო მიუბრუნდები კვლავ ნათქვამს ზემოთ, რომ აი რა არის ის, რაც წაბილწავს ჩვენს სულს დღეს. აი როგორც კერპი შეიძლება იყოს ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ კი ღმერთი მწამს, მაგრამ წმინდა წერილი უღმერთოს უწოდებს არა მხოლოდ იმას, ვინც ღმერთს უარყოფს, არამედ ვინც ღვთის სიტყვის მიხედვით არ ცხოვრობს. ქრისტეს ცნების მიხედვით არ ცხოვრობს. იმასაც უღმერთოს უწოდებს წმინდა წერილი, განსაკუთრებულად კი ძველი აღთქმა. ვინც ღვთის გზით არ დადის. და აი ჩვენთვის რა შეიძლება იყოს ესეთი კერპი და დღევანდელ დღეს. მე ვფიქრობ, რომ კერპი, რომელიც დღეს ჩვენ ყველას თავს გვახვევია და რომელშიც ყველანი ვართ, დიდი, პატარა, სასულიერო პირი თუ არასასულიერო, ესე იგი ჩათრეული, ეს არის ინტერნეტი. ეს არის ინტერნეტი. და არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ, სოციალური ქსელი იქნება, საინფორმაციო რაღაცა კონტენტი თუ სხვა რამ. აი ჩვენ ყველანი კერპად გვექცა დღეს ინტერნეტი. შეიძლება ვიღაცამ თქვას ახლა რას ვამბობ მე. ვიღაცა შეიძლება კიდევაც ჩათვალოს, რომ სისულელეს ვამბობ და ესე იგი თანამედროვე ჟამს, ესე იგი ინტერნეტის გარეშე როგორ უნდა ვიყო, როდესაც ყველაფერი
არის მიბმული ინტერნეტზე, არა თუ იქ სოციალური ქსელები, არამედ ყველაფერი, ხო, მთელი სისტემებია მიბმული, სახელმწიფო სისტემები, ადმინისტრაციული სისტემები, სამედიცინო სისტემები, სამხედრო სისტემები და ასე შემდეგ, ყველაფერი. ეგ სისტემები გასაგებია, თქვათ. თქვათ, შეიძლება ჩვენ გვაინტერესებდეს პროგნოზი ამინდისა და თქვათ, ვიცით, რომ ამ დღეების განმავლობაში ნალექებია მოსალოდნელი. კი ბატონო, გავიგეთ ეს, შევედით, ნახეთ, დავკმაყოფილდით. მაგრამ ამის გარდა, რაც თქვათ, რასაც ჩვენ ვიყენებთ სამუშაო დატვირთვით, ან დატვირთვით იმისა, რომ რაც ჩვენ გვჭირდება, თქვათ, ის გავიგოთ. გარდა ამისა, აი ჩვენ რა დროს უთმობთ? რა დროს უთმობთ, ესე იგი ინტერნეტში ყოფნას? იმას, რაც სრულებით დავჭირდება, აი თქვათ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ვიცოდებ სოფლიოში რა ხდება, ესე იგი და მივსდევ ამ ცნობებს და კითხულობ ეს იქა, ეს აქა, იმან ეს უთხრა, ამან ის უთხრა და აი რამდენი ენერგია მიდის ჩვენი ამაში, ძვირფასო ძმანო და დანო. და რამდენი ინფორმაცია შემოდის ჩვენში, რომელიც აბსოლუტურად საჭირო არ არის ჩვენთვის. არ არის საჭირო ეს ინფორმაცია. და რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია კი არ გადის, ილექება ჩვენში. ილექება როგორც არასაჭირო ნაგავი. თვითონ ყველა კომპიუტერს გააჩნია მოგეხსენებათ ნაგვის ურნა და იქიდან ხდება წაშლა, იქ რაც ხელს უშლეს კომპიუტერს თქვათ მუშაობაში, სისტემებს ამძიმებს და ჩვენ როგორ წავშალოთ ეს ჩვენი გულიდან და ჩვენი გონებიდან? ვიცით აი როგორ უნდა წავშალოთ? ხშირად არ ვიცით. მით უმეტეს ბავშვებმა არ იციან. როგორ დაიცვან თავი, ან როგორ ეს მოიშორონ. და აი ყველაფერი შეიძლება ექცეს ადამიანს კერპად. შეიძლება მას კერპად ექცეს, მინდა გითხრათ, სამსახური, მეცნიერება, სპორტი, კერპად ექცეს თავისი თავი, კერპად ექცეს ოჯახი, სხვა არის სიყვარული და სხვა არის გაკერპება. ღმერთის ადგილი არაფერმა არ უნდა დაიკავოს ადამიანის სულში. იმიტომ რომ უკვდავებას და მარადიულ ბედნიერებასა და სიცოცხლეს მხოლოდ ღმერთი გვანიჭებს ჩვენ. ვერაფერი ვერ მოგვანიჭებს. ვერც ადამიანი, ვერც ანგელოზები და მით უმეტეს რამე წარმავალი და მატერიალური. ქრისტეს ადგილი არაფერმა არ უნდა დაიკავოს ადამიანის სულში. და ჩვენ
აი ქრისტეს და ღვთის სიტყვას რა დროს უთმობთ ჩვენს ცხოვრებაში, აი დღის განმავლობაში და სხვა რაღაცას რა დროს უთმობთ, იმით შეგვიძლია შევაფასოთ საკუთარი თავი. აი როგორი არის ჩვენი მისწრაფება ქრისტესკენ. მე არ ვამბობ, როცა ჩვენ შრომობთ, როცა ჩვენ რაღაცად ვართ დაკავებული, თუმცა მაშინაც შეიძლება ქრისტეს ხსენება და თქმა უფალო შემიწყალე მეწოდვილი. მაშინაც შეიძლება თქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო შემეწიე მე. მაგრამ ჩვენ ხოლმე ეს არ გვახსენდება. და აი დიდი მარხვა ძვირფასო ძმანო და დანო, ეს არის ჟამი, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე დავფიქრდეთ, საკუთარ თავზე დავფიქრდეთ პირველ რიგში. და როგორც ამბობს წმინდა წერილი, რომ საკუთარი თავის უფალიო უფრო აღმატებული არისო, ვიდრე ქალაქის დამპყრობელიო. ვიყვეთ საკუთარი თავის უფალი და ზრუნველი სულზე. ეს არის ნამდვილი თავისუფლება. დღევანდელი თავისუფლება არის გაგებული, რომ მე მაქვს უფლება ყველა საქმეში ცხვირი ჩავყო. აი ეს არის დღევანდელი თავისუფლება. ასეა. მე მაქვს უფლება ყველაფერში და ყველგან ცხვირი ჩავყო. მაგრამ საკუთარ თავს რომ ვუფლობდე, ეს რო იტყვიან, არც არის საჭირო. საკუთარ ვლებას, საკუთარ შურს, საკუთარ ამპარტავანებას, საკუთარ ტრობასა და სიძულვილს, საკუთარ განკითხვას, დაცინვას, ტრობას, ზაკრობას, სხვისადმი, ეს არ არის საჭირო. ამისთვის გამართლებებია ნაპოვნი. ამიტომ, იმიტომ, იმისთვის და ამისთვის. და ამგვარად ამ წმინდა დღეების განმავლობაში გავაკეთოთ ანალიზი საკუთარი ცხოვრების. ჩავიხედოთ საკუთარ თავში ძვირფასო ძბარო და დანო და ღმერთიც მოგცემს ჩვენ შეწევნას. ჩვენ მონდომება გამოვიჩინოთ და ღმერთი მოგვივლენს ჩვენ შემწეობას, ისე როგორც თეოდორი ტირონი მოუვლინა ანტიოქიის ქრისტიანებს შემწედ და მზრუნველად. უფალი ჩვენს მოგვივლენს შემწესა და მზრუნველ სულს და გამგვამტკიცებს ღვთისაგან მიმავალ გზაზე, გაწმენს ჩვენს გონებასა და გულს და შეგვაგრძნობინებს ქრისტესთან ურთიერთობის სიხარულს. თავარია არ შევშინდეთ, მონდომება ვიქონიოთ. და ღმერთით შეგვეწევა. ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო, ყველას გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს და წმინდა დიდმოწამე თეოდორეს მეოხება შეგვეწიოს ყველას. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.